საქართველოში საარსებო მინიმუმი ერთ თვეში 4,5 ლარით შემცირდა და 250,9 ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 20,4 ლარით მეტია. 2025 წლის ნოემბერთან შედარებით კი 4,5 ლარით ნაკლები. უფრო კონკრეტულად, საქსტატის ცნობით 2025 წლის დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250,9 ლარი იყო, მაშინ როცა ნოემბერში 255,4 ლარი, 2024 წლის დეკემბერში კი 230,5 ლარი. რაც შეეხება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს, საქსტატის ცნობით 2025 წლის დეკემბერში ეს მონაცემი 283,3 ლარს შეადგენდა, ნოემბერში 288,4 ლარს, ხოლო 2024 წლის დეკემბერში 260,3 ლარს. ცნობისთვის საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე, რომელიც არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა. წყალტუბოში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, განახლდა და გარე ფასადი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. პროექტის მიხედვით მოეწყობა და გამწვანდება ეზო, სამუსიკო სასწავლებელი 200 მოსწავლეზეა გათვლილი. სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი საერთო ღირებულება 780,000 ლარს შეადგენს. რეაბილიტირებულ შენობაში სამომავლოდ სამხატვრო სკოლისა და ბიბლიოთეკის განთავსება იგეგმება. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელსაც პრიორიტეტად რჩება. სამუსიკო სასწავლებლების გარდა მიმდინარე წელს ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერა. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის. დღეს ვიმყოფებით წყალტუბოში, სადაც სრული რეაბილიტაცია უტარდება სამუსიკო სასწავლებელს. ეს სკოლა გათვლილი არის 200 ბავშვზე. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ სრულიად რეაბილიტირებულ, თანამედროვე და კეთილმოწყობილ სკოლაში. ვიყოფებით სამუსიკო სკოლაში, სადაც მიმდინარეობს პროექტის სრული რეაბილიტაცია. მომავალში აქ გათვალისწინებული გვაქვს, რომ გადმოვიყვანოთ სამხატვრო სკოლა და ასევე განთავსდება ბიბლიოთეკაც. ეს აუცილებელი არის მომავალი თაობისთვის, რადგან ბავშვებმა კომფორტულ გარემოში უნდა ისწავლონ. ეს პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხით 780,000 ლარი. პროექტის დასრულების შემდეგ გათვალისწინებული გვაქვს ასევე მოეწყოს მუსიკალური სკოლის ეზო მთლიანად. 305 სხვადასხვა სინჯის მედალი სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ამ შედეგი დაასრულა გასული საშეჯიბრო წელი სიმონ საყვარელიძის სახელობის ზესტაფონის სპორტულმა სკოლამ. დირექტორ ზაზა მახათაძის ინფორმაციით, ყველა მედალი დასაფასებელი და მნიშვნელოვანია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებული შედეგებიც არის ევრო და მსოფლიო პირველობებზე. 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო და აგრძელებს სიმონ საყვარელიძის სპორტული სკოლა მის ტრადიციას და არ ჩამორჩა ამ შედეგებით. საერთო ჯამში გვაქვს 305 მედალი აღებული წლევანდ 2025 წელს. აქედან არის 93 არის მეორე ადგილი, 88 პირველი ადგილი უკაცრავად 93 პირველი ადგილი, 88 მეორე ადგილი და 124 მესამე ადგილი. რაც შეეხება განსაკუთრებულ შედეგებს, აქ ამ შედეგებში 305 მედალში შედის ყველა სახეობიდან სხვადასხვა ტურნირებში მიღებული მონაწილეობა ბავშვებისა. ხოლო მინდა განსაკუთრებული გამოვყო და აღვნიშნო, რომ არც 25 წელი იყო მონაკლისი ჩვენი სპორტული სკოლისთვის და გვყავდა მსოფლიო ჩემპიონები და გვყავდა ევროპის ჩემპიონები და მინდა რამდენიმე სახელი და გვარი გითხრათ, რამდენიმე რა თქმა უნდა, ვინც განსაკუთრებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე აიღო მედლები. ესენი იყო მსოფლიო ჩემპიონი გვყავს კიკბოქსინგში ირაკლი მახათაძე, აგრეთვე მეორე ადგილის მფლობელი გვყავს ჭიჭინაძის მეორე ადგილზე ეს ჩატარდა იტალიაში. გვყავს ევროპის გუნდური ჩემპიონი და პირადში ბრინჯაოს პრიზიორი გურეშიძე.
23 წლამდელებში იცით რომ საკმაოდ ისეთი წარმატებული გამოსვლა ჰქონდა წელს. ყავს ევროპის უნივერსიადის ჩემპიონი, პირველად ესეც არასდროს არ ყოფილა ეს შედეგი თენგიზ ხიდაშილი. ყავს ევროპის ჩემპიონის სამბოში ნოდარ სვიანაძე, მესამე პრიზიორი სამბოში, აგრეთვე ევროპის მესამე პრიზიორი ჯუღელი გაგა. მინდა აგრეთვე აღვნიშნო ჩვენი ვეტერანების კარგი გამოსვლა. ევროპის ჩემპიონი გახდა მინდია ლილუაშვილი, ხოლო ჩვენმა სახელოვანმა ვეტერანმა სპორტსმენმა ჩუბინიძე ლევანმა დაიკავა მესამე ადგილი. აგრეთვე კარატეში ირაკლი ღონღაძემ ვეტერანებში აიღო ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი. და მინდა ერთი განსაკუთრებული ისეთი შემთხვევაც აღვნიშნო, პირველად ჩვენი ქალაქის ისტორიაში ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება რომ დიდებში, უფროს ასაკში ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა ნინო ხარაიშვილი, რომელმაც ნამდვილად ისეთი წლის ბოლოს დაგვირგვინებელი შედეგი გააკეთა და ნამდვილად აღსანიშნავია. არ მინდა სხვანაირად გამიგოს, ასე ვთქვათ, იმდენად ბევრია ამ შედეგებში სპეციალურად არ ვახსენე საქართველოს და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე ბავშვები იმდენად ფორმატიც ვერ დაიტევდა ამას და შორს აგვიყვანდა ამათი დასახელება. მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. შედეგზე ორიენტირებული ვიყავით მთელი წლის განმავლობაში და შედეგმაც არ დაახანა. საერთო ჯამში სპორტულ სკოლას აქვს 13 სახეობა, ამ 13 სახეობაში ირიცხება დღესდღეობით, აი ეს ოფიციალურად ირიცხება 757 მოსწავლე ყავს ჩვენ სპორტ სკოლას და ეს იმის გვაძლევს რომ 2026 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, კიდევ უფრო დახონძრული იქნება შედეგები და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენც მწვრთნელებიც, ბავშვებიც და ადგილობრივი ხელმძღვანელობაც მაქსიმალურად გვეხმარება იმაში რომ არ ჩამორჩეთ და მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებული შედეგზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალურ გზაზე გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. ანალოგიური ფაქტი მოხდა 13 იანვარს მაგისტრალის 195 კილომეტრზე, სადაც რამდენიმე ასეული მეტრი განათების კაბელია მოპარული. მომხდართან დაკავშირებით, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას აგრძელებს. აღნიშნული ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას წარმოადგენს და რეალურ საფრთხეს ქმნის საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის. გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ახორციელებს და დაზიანებულ მონაკვეთებზე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს. რაც გარკვეულ დროს საჭიროებს და სწორედ ამ პერიოდში იზრდება გადაადგილების საფრთხეც. დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან და ასევე ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს.